ძირფასო მეგობრობა, მე ვარ მარია მაჭგალაძე, ექიმი ორთოდონტი და დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო. ანუ როგორ უნდა მოვუაროთ ბრეკეტებს სახლის პირობებში. მოგეხსენებათ, ორთოდონტული მკურნალობა არც თუ ხანმოკლე პროცესია და შესაბამისად, თუ იდეალურად არ დავიცავით ამ პერიოდში პერისკლოს ჰიგიენა, შეიძლება მრავალმა გართულებამ მიჩინოს თავი. როგორიც არის მრავლობითი კარიესი, ხრცილების ანთება, არასასიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები იყოს, გადავწყვეტე ყველაფერი დეტალურად აგიხსნათ და გაჩვენოთ, გავამზადე ყველაფერი და ასევე ჩემი ასისტენტი მყავს აქ, რომელიც ყველაფრის ჩვენებაში დაგვეხმარება. ჯაგრის მხრით ბრეკეტის მიმართულებით და წრიული მოძრაობებით ჯერ ბრეკეტის ზედა ნაწილს გავასუფთავებთ, შემდეგ ქვედას. რაც შეეხება სახის ზედაპირებს და უკანა ზედაპირებს, ჩვეულებრივად ვასუფთავებთ, მათზე ბრეკეტი არც არის მოთავსებული. ეხლა გაჩვენებთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ კბილის ძაფი, იგივე ფლოსი. მოვუწყოთ დაახლოებით 20-25 სანტიმეტრს. ავატარებთ ბრეკეტის რკალს შიგნით, ისე რომ რკალი დარჩეს გარეთ. წინა უკანა მიმართულებით ფლოსი ნენელა აგვყავს ღრძილამდე, ოღონდ ძალიან ფრთხილად, ისე რომ ღრძილი არ დავაზიანოთ, ისევ გამოგვაქვს და უნდა გამოვაცუროთ. ეს მოძრაობა უნდა გაკეთდეს ყველა კბილს შორის საკონტაქტო ზედაპირების გასასუფთავებლად. ბრეკეტების მოვლის რუტინაში შეუცვლელია ინტრადენტალური ჯაგრისი, იგივე ზღარბუნა. ზღარბუნით ვასუფთავებთ ყველა იმ ზედაპირს, რომელიც ჯაგრისით გახიხვის შემდეგ გაუსუფთავებელი დარჩა, რადგან იგი პატარა მარტივად აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში. მათ, ვისაც უკანა კბილების გამოსუფთავება უჭირს, რეკომენდაციას უწევ მონოჯაგრის. ეს არის ჯაგრისი ძალიან პატარა თავით და მოხერხებულია უკანა კბილების გამოსუფთავებლად. ამ ჯაგრისით სათითაო კბილი უნდა გავიხეხოთ ცალ-ცალკე. ბრეკეტს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ზოგს აქვს მახვილი კუთხე, ზოგს აქვს წაგრძელებული კიდე, ამ ყველაფერმა რო არ გაგვეღიზიანოს ტუჩის და ლოყის ნაზილორწოვანი, საჭიროა გქონდეს ცვილი. ის როგორც წესი ყველას არ ჭირდება და თუ ჭირდება, ჭირდება მკურნალობის დასაწყისში. თუ ბრეკეტი გვეღიზიანებს ლორწოვანს, საჭიროა ამისთვის მოვწყვიტოთ ცვილის პატარა ნაწილი, ხელში დავარბილოთ და ბრეკეტზე დავაფიქსიროთ, ისე რომ ბრეკეტის ზედაპირი გადაგლუდეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ცვილი შეიძლება მოძვრას და შეგვიძლია ახალი პორცია დავაძებოთ. როგორც კი შევეჩვევით და ადაპტაციას გაივლისპირისხრო, ეს პრობლემა უკვე ნაკლებად გვაწუხებს ხოლმე. ხოლო ერთი დამატებითი რჩევა მათთვის, ვისაც ძალიან ბევრი დროის გატარება უწევს ან სამსახურში, ან სასწავლებელში და საკვების მიღებაც შესაბამისად უწევთ არა სახლში. ძალიან კომფორტულია ასეთი ჯაგრისის ტარება. ეს ჯაგრისი ჰიგიენურად შეგვიძლია გადავაადგილოთ, ჩავიდეთ ჯიბეში, ჩანთაში მოვათავსოთ და როცა დაგვჭირდება, ესე კომპაქტურად შეგვიძლია გადავაკეთოთ ჩვეულებრივ ჯაგრისით და გამოვიყენოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო. დღეს სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდა და გამეზიარებინა. თუ მსგავსი თემები თქვენთვის საინტერესოა, გამოიწერეთ არხი, შევეცდები ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვიდეოები გადავიღო, ხოლო თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ, შეგიძლიათ კომენტარებში დავიწეროთ. წარმატებებს გისურვებთ.